სამცხე-ჯავახეთში საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია ადმინისტრაციულ შენობაში განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს. შეხვედრას რეგიონის თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროგრამის მიზანი სამშობლოში დაბრუნებული პირებისთვის ისეთი პირობების შექმნაა, რაც მათ ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. თითქმის 1/3 ჩვენი მოსახლეობის არის უცხოეთში წასული, ზოგი სასწავლებლად, უმრავლესობა გაჭირობას გაიქცა ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ ქვეყანაში ღირსეული დაბრუნების შანსი. ზოგი შემთხვევაში ბევრმა ვერ მოახერხა იქ ცხოვრების აწყობა, ან ზოგიერთი მათგანი უბრალოდ დეპორტაცია მოხდა. ჩვენ ყველა ასეთ კატეგორიას ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ. პროგრამა მოიცავს მათ იურიდიულ მომსახურებას, სამედიცინო მომსახურებას, 4,000 ლარის ოდენობით ბიზნეს იდეის დაფინანსებას. და ეს იქნება ერთგვარად მათი ინტეგრირება ისევ საზოგადოებაში და გაუადვილებთ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას. სახელმწიფო პროგრამას სამცხე-ჯავახეთი წელს პირველად შეუერთდა. მას რეგიონში ასოციაცია ტოლერანტი ახორციელებს. სამედიცინო მომსახურება, სოციალური პროექტების დაფინანსება, იურიდიული დახმარება, პროფესიული გადამზადება და ანაზღაურებადი სტაჟირება. ამ სერვისებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საზღვარგარეთ არალეგალურად 1 წელზე მეტი ხნით იმყოფებოდა. სამშობლოში მისი დაბრუნებიდან კი 1 წელზე მეტი არ გასულა. 400,000 ლარი ქონდა ბიუჯეტის ფარგლებში და 165 დაბრუნებულ მიგრანტს გაუწიეთ სხვადასხვა მომსახურება. ამ შემთხვევაში გულისხმობ დავუფინანსეთ. მათ შორის 52 მცირე ბიზნეს გრანტი იყო, 3,000 ლარის ფარგლებში ფინანსდებოდა. წელს 600,000 ლარი გვაქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური პროექტების, ანუ მცირე ბიზნეს დაფინანსების ზედაზღვარი 4,000 ლარამდე გავზარდეთ, ისევ და ისევ დაბრუნებული მიგრანტების სასარგებლოდ. ჩვენ ერთი თვის შედეგი გვაქვს 11 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის დაახლოებით 10-მა უკვე ბიზნეს კონსულტაციები გაიარა და უკვე პროექტებს ამზადებენ. 2-მა სამედიცინო მომსახურება გაიარა და 1-მა ფსიქოლოგიური მომსახურება, ასე რომ ჯერ კიდევ წინა გვაქვს ძალიან ბევრი სამუშაოები. ასევე ჩვენ პირდებით იურიდიულ მომსახურებას და ასევე პროფესიული გადამზადების პროგრამებში შევთავთ აუცილებლად. თავარია რომ მოგვაკითხონ. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდასაჭერი პროექტი 2011 წლიდან დონორების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. 2015 წლიდან კი პროგრამის განხორციელება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო. შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში პროექტის ფარგლებში გასულ წელს 17 მცირე ბიზნეს პროექტი დაფინანსდა.